ეს კანონი რუსული არის, იმიტომ რომ ზუსტად მიზანმიმართულია, რომ ევროკავშირის და ამერიკის გრანტები შეჩერდეს ქვეყანაში და ზედმეტი კონტროლი იყოს. თორე ამ კანონში რო ეწეროს, რომ რუსეთისგან არ მივიღოთ გრანტები და მაშინ გავხდებით აგენტები, არავის არ ექნება ამის პრობლემა, რომ დარეგისტრირდეს. გაყალბებას ფიქრობენ არჩევნების, იმიტომ რომ დარწმუნებულები არიან, რომ ვერ მოიგებენ, რადგან ზუსტად არასამთავრობო სექტორი იყო ყოველთვის ის, ვინც ხალხის სადაროჯოზე იყო და მაქსიმალურად ვიბრძოდით იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ მოეპარა არც ერთ ხელისუფლებას. უამრავ სფეროში არსებობენ NGO-ები სხვადასხვა ტიპის, იცავენ გარემოს, ეხმარებიან ახალგაზრდებს განათლების მიღებაში. ჩვენერი NGO-ები მოწყვლად ჯგუფებს ეხმარებიან საკუთარი უფლებების დაცვაში. თუ ჩვენ არ ვიქნებით, ვერავინ ვერ შეძლებს სოფლად ცხოვრების შშმ პირის სატკივარის გაგებას და მისი ინტერესის დაცვას, ხო? ჩვენ თავაზობთ უფასო იურიდიულ დახმარებას, რაც საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ვერ შეცდება ფიზიკურად თავის ცხოვრების მანძილზე, რომ გადაიხადოს იურიდიული მომსახურება და ამის შედეგად დაიცვას საკუთარი უფლებები, რაც სასიცოცხლო დაუცილებელია, თუნდაც ქონებრივი დავიზრდოს, როცა ადამიანი არ დარჩეს უსახაროდ. როდესაც ადამიანს არ წაართვან სიტყვის უფლება, არ დაიჭირონ უსამართლოდ, თუნდაც თუ შშმ პირია პატიმარი ჰქონდეს მას ადაპტირებული საკანი და ცხოვროს ღირსეულ პირობებში, იმიტომ რომ იმას არ ნიშნავს თუ ბრალდებული ხარო, არა ადამიანურად მოგეპყრან, რაც დღეს სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ არის. ჩვენი ორგანიზაცია 3 წლისაც არ არის ჯერ და არც ისეთი დიდი გრანტები გვაქვს, რომ ბევრი რაღაცები შევცვალოთ ქვეყანაში, თუმცა ჰაჭარის რეგიონში უამრავ ადამიანს მივეცით სტიმული იმისა, რომ გაეგრძელებინა განათლება გოგონებს. შევძელით, რომ დასაქმებაში დავეხმარებოდით, ძალადობის მსხვერპლ გოგონებს უფასო იურიდიული დახმარება შევთავაზეთ, ფსიქოლოგის დახმარება შევთავაზეთ, რაც მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. და კიდევ ყველა სხვა აქტივობებში ვერთვებით, რაც ზოგადად შშმ ქალებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, ამ პერიოდში 3 ალტერნატიული ანგარიში მოვამზადეთ გაეროს სხვადასხვა კომიტეტში, რაც შემდგომში აისახა ზუსტად რეკომენდაციებში და რაც მათ გავლენა მოახდინა თუნდაც ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაზეც. ვიყავით ევროკავშირში ადვოკატირების კამპანიის კვირეულის ფარგლებში. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შშმ ქალი იყო ერთ-ერთი მონაწილე ამ ფემინისტური ჯგუფის და ისეც დიდი მიღწევაა, რადგან შშმ ქალებს აქტივიზმის მაგიდაზე, ქალთა აქტივიზმის მაგიდაზე არ გვაქვს ჩვენი ადგილი და სამწუხაროდ დღემდე ბენეფიციარებად ვითვლებოდით და ჩვენ შევძელით, რომ ახალგაზრდა გოგონებისთვის მიგვეცა სტიმული და დღეს ბევრი გოგონა გვერდდება, ბევრი გოგონა აბარებს უნივერსიტეტში, ბევრი ადამიანი აბარებს კოლეჯში, ყოველ შემთხვევაში რაღაცისკენ ისწრაფიან და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებაც რო შეგვეცვალა უკეთესობისკენ, ვთვლი, რომ ჩვენი საქმიანობას აზრი ქონდა. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც ყველა სხვა იურიდიული პირი, თვეში ერთხელ აბარებს ყოველთვიურ დეკლარაციას და ასევე წელიწადში ერთხელ წლიურ დეკლარაციას, როგორც საგადასახადო კანონმდებლობით არის დადგენილი. რა თქმა უნდა, ვიხდით ყველა გადასახადს, უბრალოდ არის ხანდახან გამონაკლისი, რომ დონორის მხრიდან ვართ ხოლმე DGG-სგან განთავისუფლებული, რაც რეგისტრირდება საგადასახადო ორგანოში და მათი საბუთის გარეშე შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება თვითონ დონორს, აქვს დეტალური აუდიტი შეკვეთილი და ყოველი პროექტის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს ყველა დოკუმენტის აუდიტორული შემოწმება და შემდეგ ვიღებთ დასკვნას. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ამ დასკვნით არ გვექნება დამაკმაყოფილებელი შედეგი, დონორი შეწყვეტ ჩვენთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პროექტში გაწერილია ყველა აქტივობის ღირებულება და ეს ღიაა და არავისთვის დასამალი არ არის. თუნდაც მე რამდენს ვიხდი მაგიდა რო ვიყიდო და რამდენს ვიხდი ქირაში, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად გამჭირვალე, ყველა თეთრი გაწერილია პროექტის მიხედვით და არ შეიძლება არამიზნობრივი ხარჯის გაკეთება. მე მგონია, რომ ჩვენ ბევრად გამჭირვალე გვაქვს ფინანსური კუთხით საბუთები, ვიდრე ნებისმიერ სახელმწიფო IP-ს და ამას ვიძახი ღიად. ჩემი აზრით ეს კანონი რუსული ზუსტად იმიტომ არის, რომ არ გაქვს თავდაცვის საშუალება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენზე საჩივარი დაწეროს და ამის გამო შეგეზღუდოს უფლებამოსილება ან მონიტორინგი მოვიდეს, ჩვენ არავის არ გვეშინია უბრალოდ ეს დამატებით ბარიერებს შექმნის ადამიანების უფლებების დაცვაში. იურიდიულად რეალურად არ აქვს ამ გრძალავი მექანიზმი და მაგას ჩვენ არც ვიძახით, უბრალოდ
პრობლემა არის ის, რომ ამის შემდეგ ჩვენ უცხოური გავლენის გამტარებლები დაგვერქმევა და მე თუ ქართველ შშმ პირებს ვეხმარები, საქართველოს მოქალაქეებს ადაპტირებაში, დასაქმებაში, საკუთარი უფლებების დაცვაში, თუნდაც ის რომ სკოლაში პანდუსი გაუკეთონ ბავშვი იმისთვის რომ შეძლონ სკოლაში სიარული. ამისთვის რატომ უნდა ვიყო უცხოური გავლენის აგენტი და ანუ სად არის აქ უცხოური გავლენა? მე ვერ ხვდები რატომ ვეძახით მეგობრებს მტრეებს და რატო გვინდა რომ ანუ მართლა რეალური მეგობრები მოვიმდუროთ და ის ქვეყანა რომელსაც 20% ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული აქვს და ასობით წლის მანძილზე გვამცირებდა, გვინგრევდა ტაძრებს, გვინგრევდა შენობებს, ხალხს აპატიმრებდა. რატომ უნდა ვატარებდეთ იმათ ინტერესებს? პირველ რიგში სამოქალაქო სექტორში მუშაობა ის არის ღირსეული საქმე, რომელიც ზოგადად აუნაზღაურებელია და რომელშიც უამრავ რესურს, დროს და ენერგიას ხარჯავდა, როდესაც ამ საქმეს წაბილწავენ და უღირს უწოდებენ და ღირსება შეგილახავენ. ვერ იმუშავენ, ნამდვილი აქტივისტები ვეღარ იმუშავებენ ამ სტატუსით და დარჩება მხოლოდ მათთვის სასურველი ორგანიზაციები, რაც მოხდა რუსეთში. იმიტომ უნდა გაიწვიოს პარლამენტმა ეს კანონი, რომ ეს არ არის ქართული ხალხის არჩევანი და ჩვენ შარժან ამაზე პასუხი უკვე გავეცით. ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია შეასრულოს ხალხის ნება და ჩვენ არ გვინდა რუსული კანონი. და თუ რუსეთი უნდათ წავიდნენ რუსეთში და ჩვენ აგვანებონ თავი.